ტიტამ და მარიტამ ადრე გაიღვიძეს, გახედეს ზღვას და მეკობრეების გემი შეამჩნიეს. ეს ის გემი იყო, საიდანაც პატარა დინოზავრი მეკობრეების ტყვეობიდან იხსნეს. ტიტას ეჭვი ჰქონდა, რომ მეკობრეები ამ ამბავს ასე არ დატოვებდნენ და შურისძიების გრძნობით აუხსნილ რამეს მოიფიქრებდნენ. მეკობრეებმაც გაიღვიძეს და დაინახეს, რომ თავიანთი განძი, პატარა საყვარელი ბალახისმჭამელი დინოზავრი აღარ იყო გალიაში. გაოცებულები იყვნენ და გაბრაზებულები. ერთმა, რომელიც დურბინში იყურებოდა, უბრძანა დანარჩენებს, რომ ნავში ჩამსხდარიყვნენ და კუნძულისაკენ გაეცურათ. ტიტა და მარიტა გამოქვაბულისაკენ გაბრუნდნენ. რომ მიუახლოვდნენ თავიანთ თავშესაფარს, მათ საუბედუროდ შესასვლელთან მოშიებული ტირექსი დახვდათ, რომელიც კბილებს ილესავდა. ტიტას და მარიტას ძალიან შეეშინდათ და გაიქცნენ, დინოზავრიც გამოედევნათ. ბავშვები თავის აღწევას ცდილობდნენ, მაგრამ ტიტამ გზა ვერ გაიგნო და თავის დასთან ერთად ჩიხში ამოყო თავი. გასასვლელი არსად იყო. სასოწარკვეთილება მოიცვა ბავშვები, მაგრამ მათთა საბედნიეროდ ტიტას მეგობარი ბალახისმჭამელი დინოზავრი, რომელსაც ტიტა გრძელ კისერას ეძახდა, ტირექსსა და ბავშვებს შორის ჩადგა და ტირექსს დაემუქრა. ტირექსი შეშინდა და უკან დაიხია. გაიხარეს ბავშვებმა. ტიტა მადლობის ნიშნად გრძელ კისერას თავზე მოეფერა და დაემშვიდობა. ამ დროს კი მეკობრეები ნაპირს მოადგნენ. განრისხებულები იყვნენ. ნავი მიაბეს, კუნძულზე გადმოვიდნენ, მაგრამ მათ დასაუბედუროდ ტირექსი, რომელიც გრძელ კისერას გაექცა, სანაპიროსაკენ წასულიყო და მეკობრეებს გადაეყარა. შეშინებული მეკობრეები თავქუთ მოგლეჯილები გაეკცნენ ტირექსს. ტირექსი კი გაედევნა. ტიტამ და მარიტამ სიტუაციით ისარგებლეს, გაქცეულ მეკობრეებს ნავი მოპარეს და გემისაკენ გაცურეს. გემი იმედი იყო იმის, რომ ამ კუნძულიდან თავი დაეღწიათ ბავშვებს. ტიტა და მარიტა გემს მიუახლოვდნენ, თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ. მარიტა პირველი აძვრა გემზე, თოლიები თავს დასტრიალებდნენ. ტიტა წავიდა გემზე, იალქნები გაშალა, საჭეს ხელი მოკიდა და გემი ახალი თავგადასავლებისაკენ დაიძრა. გემზე დიდძალი სიმდიდრე ჰქონდათ მოგროვებული მეკობრეებს. მეკობრეები ტირექსს გაექცნენ და გამოქვაბულ შეაფარეს თავი, როგორც ადრე ტიტამ და მარიტამ. ტირექსი ისე ვიდგა გარეთ და ცალი თვალით იყურებოდა მეკობრეებისაკენ და თან კბილებს ილესავდა, მაგრამ გამოქვაბული მყარი იყო და იქ შესვლას ვერ ახერხებდა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაგრძელება იქნება.